31 აგვისტოს ბრიუსელში გაგზავნილ წერილში ივანიშვილის ოცნება ამტკიცებდა, რომ მტკიცე ერთგულებას ავლენს ევროინტეგრაციისადმი. ბრიუსელში კი აცხადებენ, მიღებული პასუხები დაუსაბუთებელია და სათანადოდ ვერ უპასუხებს ევროკომისიის შეშფოთებას. ოცნების ანტიქართული პოლიტიკის მთავარი შედეგი ევროპაში უვიზო მიმოსვლის გაუქმება ამ ეტაპისთვის სამწუხარო პერსპექტივა შეიძლება აღმოჩნდეს. ამ რეალობის თვალის ასახვევად კოლექტიური კოლბახიძეები თუ ყალაძეები დილიდან საღამომდე რუსულ სტილში ქადაგებენ, რომ კაცი უნდა დარჩეს კაცად, უვიზო მიმოსვლა მხოლოდ ტექნიკური საკითხია, deep state-ის ომის გეგმის ბოლო კოზირია, თუ ევროპაში ვეღარ წავა სამკურნალოდ ხალხი სხვა ქვეყნებში ივლის და იმკურნალებს, მოკლედ ამას აღარ ჩაუღრმავდები და საუბარს გავაგრძელებ ჩემს კოლეგასთან, ევროსკოპის მთავარ რედაქტორთან თამარ ნუცუბიძესთან, რომელიც მე მგონი არის უკვე კავშირზე. თამარ, მოგესალმები, მადლობა ჩვენთან ერთად ყოფნისთვის და აი ესეთი პირდაპირი კითხვა მექნება, რამ შეიძლება მიიყვანოს ევროკავშირი უვიზოს გაუქმებამდე და აი უფრო ფართო გეოპოლიტიკურ კონტექსტში თუ ახდენს გავლენას ევროკავშირის აი ამ პოლიტიკის და პოზიციის ფორმირებაზე. მოგესალმები გიორგი, მადლობა ამ შესაძლებლობისთვის და სწორედ აი ამ უფრო გლობალური კონტექსტიდან გამომდინარე ჩავთვალე უფრო საინტერესო რომ ამჯერად შენი მაყურებლისთვის ექსპერტის მოსაზრება გამეცნო ადამიანის რომელიც წლების განმავლობაში მარტენ ცენტრის ვიცე-პრეზიდენტი იყო, შემდეგ გლობსეკის ვიცე-პრეზიდენტი, ეს უსაფრთხოების რიგით მეორე კონფერენცია არის მიუნხენის შემდეგ და დღეს როლანდ Fraudenstein წარმოადგენს Brussels Free Hubs და მას ძალიან კარგად ესმის როგორც ევროპული პოლიტიკა, ასევე პოსტსაბჭოსთა სივრცეში არსებული ვითარება და სხვათა შორის მან ძალიან საინტერესო კუთხით დაგვანახა საქართველო და ეს ორ ნაწილად შეგვიძლია გავყოთ. ერთი მხრივ ექსპერტი აკეთებს აქცენტს იმაზე თუ რა ვითარებაში აღმოჩნდა დღეს საქართველო სამხრეთ კავკასიაში იმ სიტუაციაში, როდესაც რუსეთი კარგავს ამ რეგიონზე გავლენას და მეორე მხრივ და საქართველოს ადგილი სად არის ამ დროს და მეორეს მხრივ საქართველო როგორც ოდესღაც ეგრეთ წოდებული ფრონტრანერი სამეულში ტრიოში ამ მხრივ ახლა სად არის საქართველო და მაგალითად მოყავს მოლდოვა, რომელსაც ახლა აქვს საშუალება რომ თავი დააღწიოს რუსეთს და გაუსყლტეს ხედიდან რუსეთის ამ ჰიბრიდულ ომს. რაც შეეხება უვიზო მიმოსვლას, რაც შენ უკვე აღნიშნე, მისი თქმით ერთის მხრივ ევროკავშირისთვის ძალიან წონადი არგუმენტია, რომ უვიზო შეჩერებად მოსახლეობას დააზიანებს, თუმცა მეორეს მხრივ ის ამბობს, რომ თუ კი ეს ტრენდი მოსკოვის და თბილისის დაახლოება გაგრძელდება და თანამშრომლობა იქნება ასევე უსაფრთხოების და თუნდაც თავდაცვის საკითხებში შესაძლოა ის ვერც დავინახოთ, მაგრამ ეს იყოს ეს თანამშრომლობა ამ შემთხვევაში ევროკავშირს სხვა გზა არ დარჩება, რომ ეს ბერკეტიც გამოიყენოს თავისი უსაფრთხოების დასაცავად პირველ რიგში. შეგვიძლია მოვისმინოთ მისი ეს მოსაზრება და ნახოთ რას ფიქრობს ამ თემებთან დაკავშირებით. ტრენდი გვაჩვენებს იმის მაგალითს, თუ როგორ შორდებიან მოსკოვს აზერბაიჯანი და სომხეთი. თავად რეგიონი ახლა ორ დიდ გეოპოლიტიკურ კონფლიქტ შორისაა, უკრაინა, რუსეთის და ახლო აღმოსავლეთის. მაგრამ მიუხედავად ამისა, მაგალითად სომხეთი, რომელიც გარკვეული მიზეზების გამო რუსეთის მეგობრული ქვეყანა იყო, გადაწყვიტა, რომ მასთან აღარ უნდა ყოფნა. აზერბაიჯანი ძლიერდება და უფრო მეტად ორიენტირდება თურქეთთან და ისრაელთან დაახლოებაზე. სომხეთმა ისტორიული ნაბიჯი გადადგა თურქეთთან მშვიდობის დამყარებით, მაგრამ საქართველო მიდის სხვა გზით. ჩემი აზრით, ეს ქართული ოცნების არასწორ გათვლას ეყრდნობა, რომ ერთდროულად შეგიძლია აკეთო ყველაფერი, კონდეს ბიზნესი რუსეთთან, დასაჯო ოპოზიცია ქვეყნის შიგნით. ალბათ ნახეთ, ცოტა ხნის წინ ვაიმარის სამკუთხედის ვიზიტი მოლდოვაში, რაც დღეს თბილისში წარმოუდგენელია. მარტივი მიზეზების გამო, მოლდოვას ფანტასტიკური შანსი აქვს გაექცეს რუსულ ჰიბრიდულ ომს და რამდენიმე წელიწადში გახდეს ევროკავშირის წევრი. ერთ-ერთი მათგანი. მე
ზუსტად ვერ გეტყვით, რა იქნება 5 წლის შემდეგ, მაგრამ ქართულმა ოცნებამ ამ ქმედებებით კუთხეში მოიმწყდია თავი. უვიზო მიმოსვლაზე ჩემთვის რთულია პროგნოზი, რადგან ერთი მხრივ ყოველთვის არის არგუმენტი, რომ შეჩერებით აზიანებ მოსახლეობას, მაგრამ მეორე მხრივ თუ კი საქართველო მაგალითად უფრო მეტად დაუახლოვდება რუსეთს, დაზვერვისა და სამხედრო საკითხებში, ამ შემთხვევაში უვიზო მიმოსვლა უსაფრთხოების თემას შეეხება. ასე რომ, თუ კი ეს ტრენდი მოსკოვსა და თბილისის შორის გაგრძელდება, ევროკავშირს მოუწევს სერიოზულად დაფიქრება იმაზე, კონდეს თუ არა უვიზო რეჟიმი საქართველოსთან. ხელისუფლების უგუნური გადაწყვეტილებები გავლენას ახდენს ქვეყანაზე ახლო მომავალში. რაღაც პერიოდი საქართველო მიიღებს გარკვეულ სარგებელს რუსეთისგან. უფრო სწორედ, რეჟიმი მიიღებს სარგებელს. მე ვხედავ მონეტის ორ მხარეს. ერთი ძალიან მარტივი, ეს არის ბიზნესი. კორუმპირებულ ლიდერებს ერთმანეთი მოსწონთ, რადგან მათ ერთმანეთთან გარიგება შეუძლიათ. მეორე მხარე უფრო კულტურულ, პოლიტიკურ და ფსიქოლოგიურია. პუტინს რეალურად სჯერა, რომ მისი ისტორიული მისია რაც შეიძლება მეტი პოსტსაბჭოთა ქვეყანა შემოიკრიბოს და ამას ცდილობს სადაც შეუძლია. შეუძლია ეს საქართველოში. გააკეთებს ამას საქართველოში. აი აქ ვხედავ თანხwebdrას, ან мотивაციას რუსეთსა და ქართულ ოცნებას შორის. მოლდოვა საქართველოზე ღარიბია, ნაკლებად დაახლოებულია თუნდაც პოლიტიკური სტანდარტებით ევროკავშირთან, ვიდრე საქართველო და მიუხედავად ამისა, პოლიტიკურად ახლა მან გადაუსწრო საქართველოს, რაც მაია სანდუს ხელისუფლების დამსახურებაა. ალბათ ნახეთ, ცოტა ხნის წინ ვაიმარის სამკუთხედის ვიზიტი მოლდოვაში, რაც დღეს თბილისში წარმოუდგენელია. მარტივი მიზეზების გამო, მოლდოვას ფანტასტიკური შანსი აქვს გაექცეს რუსულ ჰიბრიდულ ომს და რამდენიმე წელიწადში გახდეს ევროკავშირის წევრი. ექსპერტმა ასევე ჩვენთან ისაუბრა იმ სრულ ნარრატივებზე და პროპაგანდის ძალაზე, რასაც დღეს ვხედავთ საქართველოში, თუნდაც უვიზო მიმოსვლასთან დაკავშირებით. Well, yeah, I mean, let's start with the gay marriage. I mean, of course, the European Union doesn't insist. მოდით დავიწყოთ ერთნაირ სქესიანთა ქორწინებით. ევროკავშირი არ ითხოვს ამას საქართველოსგან. ეს ქართული ოცნების ხელისუფლების აბსურდული პროპაგანდაა. არავინ აძალებს საქართველოს ამას. სამაგიეროდ, თუ კი არსებობს კანონმდებლობა, რომელიც ღიად ახდენს გარკვეული ჯგუფების დისკრიმინაციას, რაც არ ჯდება ევროკავშირის სტანდარტებში, ორგანიზაციამ უნდა მიაქციოს ამას ყურადღება, რადგან პრევენცია მოახდინოს ისეთი სიტუაციების, რაც მაგალითად უნგრეთში მოხდა. უნგრეთი, ევროკავშირის წევრი ქვეყანა ადრე ასრულებდა ორგანიზაციაში არსებულ სტანდარტს ადამიანის უფლებებზე და ასე შემდეგ, მაგრამ შემდეგ მათ დაიწყეს უკუსვლა. ევროკავშირს სურს ამგვარი სიტუაციების მომავალში პრევენცია და ამიტომაც ძალიან ახლოს აკვირდება, თუ რა ხდება ქვეყნის შიგნით. მე რომ ქართველი ვიყო, მარტივად დავინახავდი, რომ საოცარი ბენეფიტია იყო ახლოს ევროკავშირთან. გაცილებით უკეთესია კონდეს გაწევრიანების საშუალება, რადგან შენი ქვეყანა იქნება არამხოლოდ უფრო თავისუფალი, არამედ უფრო შესაძლებელი. ადამიანებს შეეძლებათ განვითარება სხვადასხვა სფეროში. უბრალოდ შეხედეთ ცენტრალური ევროპის ქვეყნებს. რა წინსვლა განიცადეს მათ ბოლო 35 წლის განმავლობაში. ეს არის განვითარების ის გზა, რაც მომგებიანია ერთგვარი კორუმპირებული, კლეპტოკრატიული ქვეყნისთვის, მოსკოვის იმპერიიდან. ამის თქმა შემიძლია და მე მაქვს შეგრძნება, რომ ქართველთა უმეტესობას ეს ესმის. თუმცა რუსული პროპაგანდა, რომელიც ტყუის ევროკავშირზე, კვლავ პოპულარულია მოსახლეობის გარკვეულ ნაწილში და საჭიროა მათთან უფრო აქტიურად მუშაობა. Is still successful with parts of the Georgian population, and we need to work against that more actively. და იმით მინდა დავასრულო, რომ რაც შეეხება სწორედ ამ გეოპოლიტიკურ ფაქტორს, როლდან ფრაუდენშტაინი თვლის, რომ რა თქმა უნდა შესაძლოა გეოპოლიტიკურ ფაქტორებს ჰქონდეს გავლენა საქართველოსზე, მაგრამ ექსპერტის აზრით ეს ძალიან სამომავლო პერსპექტივაში შეიძლება იყოს და ამიტომ როგორც ოპოზიციამ, ასევე ქართულმა ხალხმაც უნდა იფიქრონ დღევანდელ დღეზე და იმაზე, თუ რა ზიანდება დღეს და სწორედ დღევანდელი დღის მთავარი თემებით უნდა იმუშაონ. ძალიან დიდი მადლობა თამარ ბრიუსელიდან ერთის მხრივ ამ განმარტებების მოსმენა, მეორეს მხრივ ამ განწყობების გაზიარება, აი ბევრისთვის შეიძლება ცივი შხაპი აღმოჩნდეს, ვისაც ჯერ კიდევ გონია რომ ეს ყველაფერი თამაშია, რომ ამას შეიძლება გადაიაროს და ასე შემდეგ. ჩვენ ძალიან საშიშ ზღვარს მიუახლოვდით, რამაც შეიძლება დაგვაკარგინოს ის პრივილეგიები, რომელიც არაერთი თაობის 8 წლის შრომის თავგანწვირვის შედეგი იყო. თამარ ნუცუბიძე, ევროსკოპის მთავარი რედაქტორი ბრიუსელიდან გვერდებოდა, მე მას ვემშვიდობები.